საახალწლო ღონისძიება ახალი წლის დღეები იმართება დედოფლის წყაროში. კულტურის სახლის ეზოში მოწყობილია საბავშვო გასართობის სივრცეები და საშობაო ბაზრობა. მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმოების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. ტერიტორიაზე განთავსებულია საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიება კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ხალხია, ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ბავშვი, რომელიც ერთობა იმ სპეციალური თემატური კუთხეებით, რომელიც მათთვის არის მოწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ საღამოთი კონცერტზე უფრო მეტი ხალხი იქნება და ღირსეულად და ლამაზად დავემშვიდობებით 2024 წელს და დიდი იმედებით შევხვდებით 2025 წელს, რომელიც იქნება მშვიდობის, განვითარების და წარმატების მომტანი. კარგ დროს ვატარეთ, რაც თავარი არის ოჯახი წევრებიც ერთობიან და დიდი დატვირთვა აქვს ჩვენთვის ამ ღონისძიებას. კულტურული შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები იმართება თელავში, ქალაქის მთავარ მოედანზე ადგილობრივების მიერ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა იმართება ბავშვების საზეიმო განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავენ. საახალწლო ღონისძიება თელავშიც კონცერტით დასრულდება. ხელნაკეთი ნივთები მაქვს წარმოდგენილი, როგორც საახალწლო დეკორაციები, ისე თექა და სხვადასხვა აქსესუარები. ძალიან კარგი იქნება ესეთი ღონისძიებები ხშირად რო ჩატარდეს, ხალხი უფრო კარგად გაიცნობს ჩემ ნამუშევრებს და რეალიზაციაში დამეხმარება. პირველ რიგში მინდა მივილოცო მთელ საქართველოს, დამდეგი შობა ახალი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, წინსვლის და ყველასთვის ბედნიერების მომტანი წელი. ეს დღესასწაული უფრო მაინც ბავშვებისთვის არის და მიხარია რომ ყველა ბავშვი ბედნიერია და მინდა რომ მთელ სოფლიოში ბავშვები იყვნენ ბედნიერები და წარმატებულები. დღეს ვარ მოსული ჩემ მეგობრებთან ერთად, ძალიან მოწონს აქაურობა, ძალიან სახალისოა და მიყვარს ჩემი თელავი. ჩვენს რეგიონში 8 მუნიციპალიტეტში ჩატარდა ახალი წლის დღეები. დღეს მასპინძლობთ თელავის და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტები. აღსანიშნავია, რომ აქ მოსულ სტუმრებს დახვდებათ კულტურული შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. ხოლო საღამოს გაიმართება კონცერტი. მინდა კახეთის რეგიონის სატახტო ქალაქიდან დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცო კახელებს და სრულიად საქართველოს. მთავრობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მასპინძლობს ტყიბული, ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა. პატარების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავენ. დღესვე ტყიბულში საზეიმო დაინთება ქალაქის მთავარი ნაძვისხე. წინასახალწლო განწყობა არის, სუფევს ქალაქში ძალიან კარგი გარემო არის, ვინც დაინტერესებული ვართ ამ ნივთების, ხელნაკეთი ნივთების წარმოებით, ყველანაირი საშუალება მოგვეცა დღეს წარმოგვეჩინა ჩვენი ხელნაკეთი ნივთები. დარწმუნებული ვარ დღევანდელ დღეს ძალიან ისიამოვნებს ტყიბულის მოსახლეობა, განსაკუთრებით ჩვენი ბავშვები და საღამოს, როგორც აღვნიშნე, ველოდება ძალიან სასიამოვნო კონცერტი. ყველას ერთად კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დამდეგ ახალ წელიწადს და როგორც ტყიბულს, ასევე საქართველოს უსწორებს მშვიდობას და კეთილდღეობას. საახალწლო ღონისძიებებს მასპინძლობს ბაკურიანიც. 25-იანების მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია საახალწლო დეკორაციები და საშობაო სოფელი. დღის ბოლოს ბაკურიანშიც კონცერტი გაიმართება. ახალი წელი არის ჩემი საყვარელი დღესასწაული. ძალიან მიხარია, რომ ესეთი ღონისძიებები გაიმართა ბაკურიანში. აქ არის ზღაპრული გმირები, ელფები, თოვლის ბაბუ, აქ ბევრი დეკორაციაა და მინდა რომ ბევრჯერ გაიმართოს ესეთი ღონისძიებები. თითქმის ყოველ წელი წაუწყებულობთ ხოლმე აქტიურად მონაწილეობას, ეს გვაძლევს საშუალებას განვითარდეთ და საზოგადოებას წარუდგინოთ და გავაცნოთ ჩვენი ნამუშევრები. მე წარმოდგენილი მაქვს ქართული ორნამენტებით, ყაბალახები, ჟილეტები, ხელნაკეთი ჩანთები, ტყავის აქსესუარები, თექის სურათები. ძალიან მაგარი განწყობა, მით უმეტესო ეს კონცერტი უფრო მეტად გვიმაღლებს ამ განწყობას და გვინდა რომ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას მიულოცოთ დამდეგი 2025 წელი, უსურვოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება. საშობაო ბაზრობა და გასართობის სივრცეებია მოწყობილი მცხეთაშიც. ცენტრალურ მოედანზე იმართება ადგილობრივი მეწარმოების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. დღის ბოლოს მცხეთაში სხვა ქალაქების მსგავსად გალა კონცერტი გაიმართება. ჩვენთვის ძალიან ბედნიერი და მნიშვნელოვანი დღე არის, იმიტომ რომ გვეძლევა საშუალება ადგილობრივ მეწარმეებს, რომ ჩვენი ხელით ნამუშევრები გამოფინოთ. გვაქვს წარმოდგენილი მრავალნაირი, სხვადასხვანაირი სათამაშოები, საახალწლო სუვენირები და ეს კი უფრო მეტად ხალის მატებს ჩვენ ღონისძიებას. ძალიან მოგწონს დღევანდელი ღონისძიება.
ბავშვები ძალიან კარგად ერთობიან. ყველას მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, ჯანმრთელობა, მშვიდობა, ბედნიერება და ყოველივე კარგი მინდა გისურვოთ. ძალიან კმაყოფილები ვართ და მოგწონს ზევანდელი დღე. ბავშვები კარგად გაერთნენ, ძალიან მოეწონათ მატარებელი. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებული წელი ყოფილიყოს.